აზერბაიჯანი ირანის მიმართ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას იწყებს. ალიევის გადაწყვეტილებით ბაქოს თეირანიდან დიპლომატიური პერსონალი სრულად გახავს. ირანი ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას ისევ უარყოფს და აზერბაიჯანს სერიოზული გამოძიების ჩატარებას პირდება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირანულ მხარესთან სატელეფონო საუბარი შედგა. უნგრეთის ზელენსკის ღია მუხარაში ადანაშაულებს ორბანის მთავრობა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებამ გააღიზიანა, რომელიც მან ევროკავშირის 90 მილიარდიანი დახმარების განბლოკვის აუცილებლობაზე საუბრისას გააკეთა. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდ წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ადამიანის მისამართ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს გადავცემთ და დაურეკონ და ესაუბრონ მისსავე ენაზე, თქვა ზელენსკიმ გუშინ. პოლონეთში საქართველოს 14 მოქალაქე დააკავეს. მასშტაბური სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 დღე მიმდინარეობდა. ჯამში 1944 პირია დაპატიმრებული. დაკავებულთა უმრავლესობა სხვადასხვა დანაშაულისთვის იძებნებოდა, მათგან რამდენიმე პირი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაშიცაა. რას ედავებიან საქართველოს მოქალაქეებს ამ დროისთვის უცნობია. ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში დამნაშავეცნეს და 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. კაცი 2025 წლის ივნისში დააკავეს. მას 14 და 16 წლამდე მიუღწეվել მოზარდებთან ძალადობის გარეშე ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავებოდნენ.